ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩვენი სტუმარი საღამოშიტობისა ბატონ გიორგი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს 2 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც თქვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ესეთი რამე განაცხადა, რომ პირველი წელი იქნება ძალზე რთული, მეორე წელი შედარებით ესე რომ ვთქვათ, პოზიტიური იქნება ეკონომიკური ზრდის კუთხით. 2 წელი უკვე გავიდა. ხვალიდან იწყება მესამე წლის ათვლის ეტაპი. მესამე წელი ბიძინა ივანიშვილმა შეაფასა ისე, რომ თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს წინსვლას წარმატებას, მეოთხე წელი იქნება ძალიან კარგი. მიყვებით ამ გეგმას? გარკვეულწილად მიყვებით. ბიძინა ივანიშვილი ვერ გათვლიდა, რომ ყირიმში ომი დაიწყებოდა, რა თქმა უნდა, და ვერ გათვლიდა იმას, რომ ნახევარი უკრაინა ომში იქნებოდა გახვეული. ამას რამდენადაც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ, რომ საქართველოს გავლენა იმდენი ვერ ექნება. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და მინდა გითხრათ, რომ მაინც საქართველოს არ განიხილება ბათუმიდან ლაგოდეხამდე და განიხილება ლვოვიდან თუნდაც ურუმჩიმდე, იმიტომ რომ ეს არის რეგიონი, რომელშიც საქართველოს არის ნაწილი და რომელიც ბუნებრივი ამ გეოპოლიტიკური მოვლენების ნაწილია ყველა შემთხვევაში. ანუ ისეთ მაგინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა როცა ეს განაცხადა ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, რა თქმა უნდა წარმოუდგენელი იყო იმის გათვლა, რომ უკრაინაში ასეთი რამ მოხდებოდა, ამიტომ გეგმის მიხედვით ვერ წავიდა ხელისუფლება. ჩვენ მივდივართ ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო რეგიონში ამხელა კონფლიქტები, შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუმცა ის რომ ჩვენ ამ პირობებში 6.1% გვაქვს ეკონომიკის ზრდა დღეს საქართველოში, ეს არის ნამდვილად საქართველოს ხელისუფლების ძალიან კარგად გათვლილი საგარეო პოლიტიკის და საშინაო პოლიტიკის შედეგი. ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით მუდმივ თვითმკმაყოფილებაში და მე სხვისიც მაღიზიანებს ხოლმე რომ გამოდიან და ასე ვთქვათ თავის ქებაზე რო არიან მთლიანად გადასული. სხვისი? საერთოდ ვამბობ ნებისმიერი ადამიანი რომელიც გამოდის და მუდმივად ლაპარაკობს რომ აი რა კარგი ვარ და ესე ჩემზე კარგი არავინ არ არის, ეს არ არის კარგი მე მგონი. რა თქმა უნდა ნაკლოვანებები ყველასა აქვს, მაგრამ უმეტესწილად შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მიყვებით ამ გეგმას. და ამ 2 წლით კმაყოფილი ხართ ბატონ გიორგი, შეიძლება ასე ითქვა? რა თქმა უნდა, უმეტესწილად ძალიან კმაყოფილი ვარ იმითი, რაც ჩვენ შევძელით ამ 2 წელიწადში. ჩვენ პირველი წელი ნამდვილად ძალიან მძიმე გქონდა. წლევანდელი წელი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი არის ეკონომიკის მიმართულებით, ძალიან ბევრი პარამეტრით. ეკონომიკის ზრდის პარამეტრით ვაჭრობა იზრდება 12%-ით უკვე, ესე იგი ექსპორტის ძალიან შესამჩნევი ზრდა გვაქვს. პირველად ბოლო წლების განმავლობაში სხვათა შორის ეს სათქმელია ნამდვილად, რომ საქართველოს გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი შიდა ინდუსტრიული განვითარების მიმართულებით და პროგრამა აწარმოეს საქართველოში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და ეკონომიკის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. მოაქვს ამას შედეგები, უკვე ძალიან ბევრი კომპანია შეიქმნა საქართველოში ამ მიმართულებით და ეს უდაოდ მოიტანს დასაქმების ზრდას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტებს, რომლებიც ადამიანებისთვის თავის თავზე ახმადი გახდება. დღეს თქვენ შეგიძლიათ 2014 წლის 30 სექტემბერს, ხვალ 1 ოქტომბერია. 3 წლის თავის პირველ დღეს. შეგიძლიათ ესეთი პროგნოზი გააკეთოთ, რომ ის რაც განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მესამე წელი იქნება ისეთი, რომ თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს ამ კეთილდღეობას, ეს პროგნოზი გამართდება. შეგიძლიათ ეს პირობა რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ დღეს უკვე არის ეს პროგნოზი მნიშვნელოვნად გამართლებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის ჩვენგან არაკონტროლირებადი მოვლენები, რომლებსაც საქართველოზე აქვს ზეგავლენა და ამ მოვლენების უგულებელყოფას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. კი ბატონო. შეუძლებელია, იმიტომ რომ ნებისმიერი საერთაშორისო ინვესტორი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონის ნაწილს. ამიტომ ამას რა თქმა უნდა ზეგავლენა აქვს ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ საგარეო პოლიტიკური რისკების მინიმალიზაცია და ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური ზრდა არის მაჩვენებელი იმისი, რომ რეგიონში მართლა ჩვენ გამოვირჩევით ამ ზრდით, რომელიც მოდით ამ ეკონომიკურ ზრდაზე ვისაუბროთ. დღეს მთავრობას 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი წარედგინა, 5% ჩაიწერა ეკონომიკური ზრდა. თქვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ეს არ არის საკმარისი და ორნიშნა ციფრი უნდა ჩაიწეროს. აქვს დღეს ქვეყანას იმის რესურსი, რომ ორნიშნა მაჩვენებელი მივიღოთ ძალიან მალე.
მე არ დავეთანხმები ჩვენს ოპონენტებს და არ დავეთანხმები ძალიან ბევრ კომპონენტში, რასაც ისინი ამბობენ. ეხლა მე ვიცი დღეს უსმენდი მთელი დღის განმავლობაში მათ განცხადებებს. რაში არ ეთანხმებთ? ის რა არ ეთანხმებით, ეს ცნობილია. არა, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ჯერ ერთი მთავრობა უნდა იყოს კონსერვატიული დაგეგმვის დროს. არ შეიძლება ჩვენ ზედმეტად ოპტიმისტური გაფლები გავაკეთოთ, ჩვენ ბიუჯეტს გეგმავთ. და ეკონომიკური ზრდა 5%-ზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა აუცილებლად ზუსტად 5% იქნება. შესაძლოა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტი იქნება მომავალ წელს. არა, ნაკლები ნამდვილად არ იქნება. გასული წლის. ნამდვილად არ იქნება. არა, ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება იმას, რომ უფრო მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, დიახ, შეიძლებოდა ყოფილიყო იმ პირობებში, თუ ჩვენ ბიუჯეტს ისე გადავანაწილებდით. დიახ. რომ ჩვენ სოციალური დანახარჯების მიმართულებით გავაკეთებდით მნიშვნელოვან დანაზოგებს, მაგრამ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მე არ მინდა ახლა კიდევ წარსულზე საუბარი რა იყო, როგორ იყო, ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ მოსახლეობას ჭირდებოდა ხელისუფლების მხრიდან მეტი სითბოს ჩვენება და მეტი ზრუნვის ჩვენება. ჩვენ ეს გავაკეთეთ ჯანდაცვის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გატარდა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტი მოიტანა, მე მგონია რომ ამის დამადასტურებელია. ჩვენ შეგვეძლო ამ მიმართულებით თანხები დაგვეზოგა, მიგვემართა ეს დაუშვათ ინფრასტრუქტურის მიმართულებით და სხვა მიმართულებებით, მივიღებდით 8%-იან ზრდას, მაგრამ მივიღებდით მოსახლეობას, რომელიც ვერ მიდის ექიმთან და ამის გამო შეიძლება დაიღუპოს და ასე შემდეგ. კარგით, მოდით სხვა საკითხებსაც სამწუხაროდ ჩვენ დროში შეზღუდული ვართ, შეგვიძლია კიდევ გავაგრძელოთ ამ თემაზე დისკუსია. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო აბრეშუმის გზის მშენებლობის საკითხს, რომლის ერთ-ერთი პროექტიშიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა. რა ეტაპზეა ეს პროექტი? ანაკლიის პროექტზე მიმდინარეობს ინტერესთა გამოხატვის პროცესი. სავარაუდოდ ეს პროცესი დასრულდება ოქტომბრის შუა რიცხვებში და უკვე დღეს ვიცით, რაც ვიცი შემიძლია გითხრათ, რომ 7 კომპანია არის დღესდღეობით, რომელსაც გამოხატა ინტერესი. ძალიან სერიოზული კომპანიებია, გეოგრაფია საკმაოდ გაბნეულია, ანუ გვაქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, იაპონიიდან, ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან და ასე შემდეგ. ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტის მიმართ ძალიან სერიოზული დაინტერესებაა და ეს გამოხატულია ციფრებში, მაგრამ მე მაინც მინდა რა წინა შეკითხვას დაუბრუნდე და ორიოდე სიტყვით გითხრათ, იმიტომ რომ სულ არის რაღაც ესეთი ის, რომ მუდმივად უარყოფით ეკეთდება აქცენტი და ჩვენ თუ არ მოვახერხეთ ქვეყნის კონსოლიდაცია, ერის გაერთიანება თუ არ მოხდა, არანაირი ეკონომიკური ზრდა არ იქნება რა. დილის 8 საათზე, როდესაც ტელევიზიით აჩვენებენ დაკრძალვას, გლოვას და ასე შემდეგ, არსებობს ესეთი ინდექსი, ეს არის მომხმარებლის, რომ გადავთარგმნოთ ქართულად, მომხმარებლის ოპტიმიზმის ინდექსი, consumer confidence index. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდექსი, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს ადამიანების ქცევაზე, როგორ იქცევიან ეკონომიკურ ქცევაზე მაქვს ხედელობაში. დილით ადამიანი, როდესაც იღვიძებს, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ოპტიმიზმი, რომ წავიდეს და შეიძინოს ნივთი, რომელიც არ არის ერთჯერადი მოხმარების. ამით განისაზღვრება ეკონომიკური ზრდა და არა ანაკლიის სპორტით და არა შემოსული ინვესტორებით. თითოეულმა რიგითმა ადამიანმა უნდა დახარჯოს ფული იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყანაში ეკონომიკა. ამისთვის მას სჭირდება ოპტიმიზმი და ჩვენ ოპტიმისტურ ინფორმაციასაც ვაშუქებთ. მედიაზეა საუბარი. თქვენ მედია მოიყვანს ამ მაგალითად. საერთოდ ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პირველ ადგილზე ვართ. ქვეყანაში საჭიროა კონსოლიდაცია. ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, მეტი სოლიდარობის გზნობა უნდა გააჩნდეთ და ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ეკონომიკური ზრდა და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აწარმოებს საქართველოში ანაკლიის სპორტი, ну, რა ვიცი, მილიონი ინოვაციების მიმართულებით, ახალგაზრდა მეცნიერების ახალისება, საპენსიო ახალი სისტემა, კაპიტალის ბაზრის კვლევა, გათოვლიანების სისტემები და მთის კურორტები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას ბატონო, კარგი რაც ხდება ქვეყანაში. იგი ადამიანის ოპტიმიზმის გარეშე ეკონომიკა ვერ გაიზარდება. კონსოლიდაციაზე საუბრობდი და ჩემი ბოლო კითხვა, სწორედ ამ ხაზის გაგრძელება იქნება ნიუ-იორკის შემდეგ. დღის წესრიგში დადგა დავოსის თემა. რამდენად კონსოლიდირებული იქნება ხელისუფლება, მთლიანად ხელისუფლება იმაზე, ვინ ჭალა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, თქვენ მოგიწევთ წასვლა და რადგანაც ეს თემა დღის წესრიგში დააყენა იმან, რომ თურქეთში მყოფმა პრეზიდენტმა თავად დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტისგან მიიღო მიწვევა. ვინ წავა?
თქვენ როგორ ფიქრობთ? რა შემადგენლობით უნდა წავიდეს დელეგაცია? შორის მისმა ეკონომიკურმა მრჩეველმა დღეს გააკეთა განცხადება გიორგი აბაშიშვილი მწვრთნელობაში, რომ ამაზე მსჯელობა ჯერ არ შემდგარა. სამსჯელოა ეს თემა კიდევ ანუ არსებობს. ეხლა როგორ გითხრათ, საერთოდ მგონია რომ აბსურდია ამაზე ეხლა 22 თუ 23 იანვარს იწყება დავოსის ფორუმი. ეხლა დღეს შეიძლება მთელი მედია იყოს დაკავებული იმითი, ვინ წავა, ნუ ეს ხო უკვე აღარ არის სერიოზული. მთავრობის წევრებმა უნდა გაგცენ გარკვეული პასუხი, ეს თემა დასრულდება მედიაში. ეს საკითხი ცივილიზებულად გადაწყდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა წავიდეს? ორივე ერთად შესაძლებელია არასწორია ახლა მე გავაკეთო განცხადება, ვინ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ არსებობს პრემიერ-მინისტრი, არსებობს პრეზიდენტი. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის საუბარი შედგება და ეს არ იქნება მედიაში ნომერ პირველი თემა. თქვენ რო პირადად წახვალთ, ეს გარკვეულია? არ ვიცი, ახლა მე რო თქვა, რომ პირადად წავალ, ეგეც არასერიოზულია, იმიტომ რომ 23 იანვარს იწყება დავოსის ფორუმი. ეკონომიკურ ფორუმს რადგან ეხება, ამიტომ დაგიშვით ეს კითხვა. ნუ არ ვიცი, ჩემთვის ეს სიახლე არ იქნება, იმიტომ რომ რამოდენიმე წელია, 2 წელია უკვე ზედიზედ ვიყავი და ძალიან ბევრ კომპანიას, სხვათა შორის შარშან პრემიერ-მინისტრი შეხვდა კომპანია ეტიჰადს, ეს არის ახლო აღმოსავლური კომპანია, გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან და გუშინ განაცხადა კომპანია, რომ შემოდის საქართველოს ავიასივრცეში და ძალიან კარგია ეს მე მგონი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი კვირიკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობთ მობრძანებისთვის.